თურმე საქსტატის ინფორმაციით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყოველდღიურად იზრდება. 2025 წელს 3.704.500 ადამიანი ვართ უკვე. 2024 წელს 3.694.600 ადამიანი ვიყავით. თითქმის 9,900 10,000 კაცით მეც აქვს თურმე საქართველოს მოქალაქეობა უკვე და ჩვენი ქვეყანა იზრდება და ბევრი ვართო. სისულელია. არ ვართ ბევრი. იცით რატომ? მინიმუმ თავისივე სტატისტიკებს შეგიძლიათ რამოდენიმე წამით დაასწროთ და წაიკითხოთ. გარდაცვლილთა რაოდენობამ წლებია გადააჭარბა დაბადებულთა რაოდენობას. ამას დამატებული, არავინ გვეუბნება ეთნიკურად ქართველი რამდენი ვართ საქართველოში. ამას დამატებული, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აძლევენ მოქალაქეობას. დარწმუნებული ვარ თქვენ სამეგობროშიც, როგორც ჩემს სამეგობროში ძალიან ბევრი ჩვენიანი ახლობელი მეგობარი ნათესავი წასულია სხვა ქვეყანაში უკვე. იქ გადაცხოვრდა, იქ ცხოვრობს. და ამ დროს აქ პაკისტანელები, ინდოელები, უკრაინელები, რუსები, თურქები, ყველა მხრიდან ჩამოდიან და აქ სახლდებიან და მკვიდრდებიან. და ამ ვიდეოს არ ჩავწერთ, უბრალოდ დავსკროლებ Facebook-ზე და ამომიგდოთ ეს პოსტი. თბილისის მერიამ 1 საათის წინ დადო, რომ თბილისში 2018 წლიდან დღემდე 2500-ზე მეტი სკვერი მოეწყო და განახლდა. კი, სკვერები კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ 2500 სკვერი რა თმინდა თუ შობადობა არ წაახალისეთ. ამიტომაც ძალიან მარტივად და კონკრეტულად წაახალისეთ შობადობა მთელი საქართველოს მასშტაბით, პირველ რიგში ეთნიკურად ქართველებზე. ისაც ეთნიკურად ქართველი რამდენი ვართ ამას ხო არავინ არ გვეუბნებით. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ უკვე, რომ ეთნიკურად ქართველები ძალიან ცოტა ვართ და რიცხობრიობაში სხვა ერის წარმომადგენლები ბევრად გვჯობიან. და 2050 წელი კი არა, 2025 წელში უკვე ეთნიკურ უმცირესობაში რომ მგონია საკუთარი თავი, ანუ როგორც ეთნიკურ ქართველს, სულით და ხორცით, სისხლით ქართველს, გარეთ გავდივარ, ყველა ენაზე საუბრობენ და მიხარია ხომ ქართულად რომ საუბრობენ უკვე. ცოტა დაფიქრდით რა, ეს ხალხი კიდე ხა ვიღაცები წერენ ვიდეოებს ნახე რა არის, რა კაი ამდენი სკვერი რო გაიხსნა, აი თბილისის მერია საქმის აკეთებს ბაზარი არ არის, კაი საქმეა სკვერების გახსნა, მაგრამ რა თმინდა ეს სკვერები თუ შობადობა ქვეყანაში ბევრად ნაკლები ვიდრე გარდაცვალება. და შობადობა წაახალისეთ, შობადობა პირველ რიგში ეთნიკურად ქართველებზე რა და მიეცით საშუალება ოჯახებს რომ აქ იცხოვრონ. აი მართლა გული მწყდება რა ჩემს ქვეყანაში ეთნიკურად ქართველები გონია რომ ყველაფერში დაჩაგურულები ვართ უკვე. იმიტომ რომ ქართველები ვართ. და დაიმახსოვრეთ რა, უმდიდრეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ყაჩაღების ხელში ჩვენი ქვეყანა უბედურდება ყოველდღურად. ასე იყო ნაცების დროსაც, ასე არის ქოცების დროსაც, ასე იყო თეთრი მელას შევარნაძის დროსაც. და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო. და მერაბ კოსტავასაც ვინაცვალეთ ჩემი მთელი სულით და გულით. ეს ორი პიროვნება რო არა, დღეს ქართველები არც ვიქნებოდით. და სანამ ვიღაცები რაღაცებს დაწერთ, ნაციხარო, მე გეტყვით, თავის დროზე გახსოვთ, ნაცებს რო იძახდნენ, აი ასფალტებს რო აგებდნენ, შადრევნებს რო ხსნიდნენ ერთი მეორეს მიყოლებით, მაშინ ხალხი რო იძახდა, ასფალტი ვჭამოთო თუ შადრევანიდან წყალი დავლიოთ. ეხლა რავი, სკვერებს რო ხსნიან, სკვერი ვჭამოთო, იქ პატარა შადრევნები და ტბებიდან წყალი დავლიოთ. ანუ ხალხო, ნაცები და ქოცები აღატაკებენ, ანადგურებენ ქვეყანას. და ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ იქიდანაც მისმენენ. იქიდან თუ არ მისმენენ, იქამდე ჩემი ხმა ყოველთვის მიდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი სიტყვები წაიღეს ერთ-ერთში. ხო და წაახალისეთ ხალხო შობადობა არ მინდა, არც ეს სკვერები, არც განათებები, არაფერი არ მინდა საქართველოში. თუ ქართველები აღარ ვიყავით. ამიტომაც გთხოვთ მაქსიმალურად გადააზიარეთ ჩემი ეს ვიდეო ყველგან. და თუ ვინმე მთავრობაში გყავთ, ან ისეთი ადამიანი შეუძლია ამ საქმეში გვერდში დამიდგეს, ფიზიკურად პირველ რიგში გადაუგზავნოთ ეს ვიდეო და მთავრობიდან ვიცი რომ მისმენენ, თუ მთავრობა არა შესაძლოა ყოველთვის მისმენენ, ზუსტად ვიცი რა წლებია ეს არის. თქვენთვისაც ვიძახი, ქართველები არ ხართ? თუ ქართველები ახართ, საქართველოში ხო დაიბადეთ. ჩვენი კულტურა, ტრადიციები, ისტორია არ შეიძლება ეს ყოველივე დავკარგოთ. გვაოხრებდნენ და ვერ მოგვერიუნენ. და კარგად შეისწავლეთ ჩვენი ფსიქოლოგია, ფსიქიკა, ყველანაირად შეგვისწავლეს.
გარყვნეს მანდილოსნების უმეტესობა სამწუხაროდ. კაცები დააჩმორეს და ლატენტურ გეებად აქციეს. და ჩვენი ქვეყნის აოხრება რო არ გამოვიდათ, გადაგვარება და გადაჯიშება გამოსდით. ხო და წაახალისეთ შობადობა. და ეს სტატისტიკა 3.704.500 წერია. გითხარით რამდენი ვართ ეთნიკურად ქართველი. ეთნიკურად ქართველი. მართლა ზუსტად ვიცი რომ ძალიან ცოტანი ვართ. არ ვიტყვი ხა არაფერ ციფრებს მარტო იმის გამო რომ ყოველდღიურად რეპორტებს მატებენ და ისეთ ციფრი რო თქვა რომელიც მათ არ მოსწონთ ამ გვერდებსაც წამიშნიან როგორც Facebook-ზე მიშლიან. და მაქსიმალურად სადაც ნახულობთ ჩემი ვიდეოს ყველგან გამომიწერეთ. რომ თქვენამდე მხოლოდ სიმართლე მოვიტანო, არ მინდა არც ლაიქები, არც კომენტარები, უბრალოდ გადააზიარეთ და გამომიწერეთ, რომ თქვენამდე მხოლოდ სიმართლე მოვიტანო. და ეს არის ჩემი YouTube გვერდი რა. თემო ბოკელაძე ქართულად მხედრულად მიწერია, ყველას გთხოვთ რომ გამომიწეროთ და გაახდიოთ ზარის ღირაკიც რა, იმიტომ როგორც ვიცი YouTube-ი ძალიან ძნელად იბლოკება და თქვენი იმედი მაქვს რომ YouTube-ზეც გადმომყვებით და ერთად შევძლოთ ყველა პლატფორმაზე მხოლოდ სიმართლის თქმა, გაჟღერება და ბევრი მიწეს ხომ ქმედება უნდაო რა. კი, ქმედით ნაბიჯებს ყოველთვის თქვა. მაგრამ ამისთვის აუცილებლად პირველ რიგში საზოგადოების საკმაოდ დიდ რაოდენობით უნდა მივიდანოთ ჩემი სიმართლე და სათქმელი, იმიტომ რომ დაბინძურებული აქვთ უკვე გონება რა. გინდა TikToker-ებით, გინდა YouTuber-ებით, გინდა Facebook-ზე ვიღაც ბლოგერებით, მოკლედ დაბინძურებული აქვთ გონება, ნაცქოცურმა ტელევიზიებმა საერთოდ გონება დაუხშეს ამ ხალხს და სიმართლე უნდა მივიტანო, რომ შემდეგ ქმედით ნაბიჯი ამ ყოველას მოყვეს, ამიტომაც YouTube-ზე აუცილებლად გამომიწერეთ და სადაც ამ ვიდეოს ნახულობთ და ჩემი სახელი გვარი წერია, ყველგან გამომიწერეთ რა. ვიცი ქართველებს ძალიან ბევრი შეგვიძლია სტუმარს მასპინძლობაც, ვიცით პატივისცემაც, ვიცით, მაგრამ ერთად დგომა უნდა შევძლოთ. იმიტომ რომ მეც ხავს სხვა ეროვნების ძმაკაცები და მეგობრები განა არ მყავს. მაგრამ მათაც ზუსტად იციან რომ საქართველოს ქართველებს გვეკუთვნის და ერთად წლები ამოვდივართ და ისეთ ზუსტად იცოდეთ რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი სხვა ეროვნების ჩვენს ქვეყნის ძალოვანებში არის, ანუ სამხედროებში ასე ვთქვათ. და ვიცი რომ საქართველოს გამო გულს და სულს ამოიღებდნენ დადებენ. მაგრამ საქართველოს ქართველების გარეშე მე არ წარმომიდგენია. ამიტომაც კიდევ ერთხელ წაახალისეთ შობადობა, მთავრობას მიმართავ და გითხარით რამდენი ვართ ეთნიკურად ქართველები, ხოლო ხალხო თქვენგანაც დახმარება მჭირდება ამ ვიდეოს მაქსიმალური გაზიარება და გამოწერა ყველა პლატფორმაზე, სადაც კი მინახულობთ. და სადაც ჩემი ვიდეოები იდება ჩემი სახელი და გვარით. მით უმეტეს YouTube-ი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძნელად დასაბლოკია. მადლობა ყურადღებისთვის.